მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა მის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ქადაგების დროს სპარსული ანდაზით გამოეხმაურა. თავს ნუ იმართლებ, იმიტომ რომ მეგობარ შენი ისედაც სჯერა, მტერი კი მაინც არ დაგიჭერებს. თქვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა. სასულიერო პირმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა, თუმცა ქადაგების იმ ნაწილში, რომელიც ეპარტიის გვერდზე გავრცელდა, მეტი კონკრეტიკა არ არის. ცნობისთვის 30 აპრილზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სინოდის ხტომაზე საპატრიარქო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება სურდა მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას. ფორმულას ცნობით მოსაყდრე შიოს მხარდამჭერებმა მეუფეს გარკვეულ ზნეობრივ დარღვევაზე მიუთითეს, რის შემდეგაც მიტროპოლიტმა კანდიდატურის დაყენება გადაიფიქრა. მიტროპოლიტ ანდრია გვაზავასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციაზე განცხადება გავრცელა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც. საპატრიარქოს მიხედვით მოჩვენებითი ქომაგობითა და ზღვარგადასული ინტერესით ეკლესიას არაკეთილმოსურნენი ცდილობენ, რომ დააკნინონ მღვდელმთავრების ღირსება. შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს სინოდის ხტომაზე 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩიეს. არ შემიძლია არ აღვნიშნო და კვლავ ჩემი მადლობა გამოვხატო ყველა ადამიანის მიმართ, რომლებმაც ამ 2-3 დღის განმავლობაში გამოხატა თავისი გრძნობა საქართველოს ეკლესიის მიმართ, საქართველოს წმინდა სინოდის წევრთა მიმართ და ჩემს მიმართ. რაღაც შფოთსა და გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომელსაც სამწუხაროდ ახდა რაღაც ჭორები და არის ასეთი გამონათქვამი სპარსელი დიდი პოეტისა ომარ ხაიამისა, თავსო ნუ იმართლებო, იმიტომ რომ მეგობარსო შენი ისედაც ჯერაო, მტერიო კი მაინც არ დაგიჯერებს. და ყველა ვინც თავისი გრძნობით გამოხატა და მხარდაჭერით გამოხატა ის, რომ სჯერად, ჩემი ყველას მინდა მადლობა მოვახსენო. მერთმა დაგიფაროთ და ღვთის მადლი და წყალობა იყოს თქვენთან. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა.